ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს და საქმე ვაკეთოთ. ბლატაობა არ გვინდა ჩვენ. ჩვენი საქმე არის ბიზნესი, ურის ფული უნდა იშოვო და სახლში უნდა მიუტანო შენ ცოლშვილს. რაც მთავარია, ცოტა მოიწებიძია ეს უფრო აინტერესებს ხალხს, მოიწი. ახლა თითქმის უცოლოებიზი ხართ აქ, 1, 2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6. 6 ახალგაზრდა ცოლი არ აყავთ. აი დაუსვათ შეკითხვა კოტეს. კოტეს საათს უყურებს ესე დირექტორია და გარბის სად ოჯახში. უყურეთ. თუ გინდათ რომ მაგარი ბიზნესმენი იყოთ, ოჯახი უნდა შექმნათ და ოჯახს უნდა მიხედოთ. ერთ რამეში დამიჯერეთ. ორშაბათს მოგწონს, მოიყვანს, სამშაბათს არ მოგწონს, ეს არც მათ ოჯახს არ აკადრო, არც შენს ოჯახს არ აკადრო. თორე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც ბიზნესს გააკეთებ და ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევ არეულ ოჯახზე. უფრო ცუდი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. როცა მოყავს, გაიკითხე კაცო. აი გაიკითხე, გამოიკითხე, ხო? მათეს ვთხოვე მე, მათეს. ვთხოვე მამა. ჯო ერთი ბიჭი მყავს, ხო და ყველას თქვენს აბა შეეკითხეთ თქვენ მშობლებს. ყველას უნდა კარგი გზალი, ხო? ცუდი გზალი ვის უნდა? და მამა მეთქი მითხარი მეთქი ვინ იქნება და კიო მითხრა და მოიტანა სურათი. შაშვი იცი თქვენ ხო? მეგრელი კაცი ხარ შენ. შაშვი სამეგრელოშია, ხო? შაშვი ვიცი. და შაშვი რო დაიჭირო და წყალში რო გადააგდო წყალში. და რო იფორთხიალოს ცოტა ხანი და რო ამოიყვან, როგორი გაბურძგნული იქნება. ხო? აი ესეთი სურათი იყო და ესო მოდაშიაო, მე აღარ დამანახო. არც ჩემი თავი არ დამანახო და არც ეს გოგო არ დამანახო მეთქი, კაცო. გოგო მოიყვანე შენ მეგრელი კაცი ხარ, ერთი ჩვენი კუთხის მეთქი. კარგი გოგო მეთქი და ყველა ახლა პატარა იყო რა მაშინ და ახლა მათე ცოლი შეირთო რა ჩემიანების ახლა მე არ ვიცი ჩემიანების ოჯახში შესული იყოს ყველა მასეთი გოგო. რატომ? ზუსტად ის გოგოა რაც ჩემს ოჯახს მოუხდება. კარგი გოგო, კარგ ოჯახში გაზრდილი. უყურეთ? ბიზნესია. მაგრამ ოჯახი არის უფრო მნიშვნელოვანი. ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი არის ოჯახი. ოჯახი როცა გაქვს